თბილისის მეტროს 60 წლის იუბილე და თანამშრომელთა დაჯილდოვება დედაქალაქის მთავრობა მეტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი. ეს ჩემი პატარა დამსახურებაა, პატარა წვლილი, რომელიც მე შემაქვს თბილისის და თბილისის სტუმრების მგზავრობაში. საპატიო თანამშრომლის წოდება, სიგელი, ფულადი ჯილდო და განსაკუთრებული მადლობა თბილისის მერისგან. მეტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 17 თანამშრომელი დაჯილდოვდა. ეს ადამიანები და მათი კოლეგები მუშაობენ იმისთვის, რომ ტრანსპორტმა, რომელსაც დღის განმავლობაში 9 მილიონი მგზავრი ჰყავს, შეუფერხებლად იმუშაოს. მათი სამუშაო გამოცდილება წლებს, ზოგ შემთხვევაში კი ათობით წელს ითვლის. მუშაობ 30 წელია უკვე თბილისის მეტროში. ჩვენი სამსახურის ფუნქციონირების ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს დახრილი უბნის ესკალატორების შეკეთება. 1979 წლიდან მუშაობ. ძალიან მიყვარს, არცად სხვაგან არ მიმუშავია და არც სურვილი არ მქონია და მადლობა ყველას ამ დაფასებისთვის. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობ 84 წლიდან 52 წელია. ეხლა მუშაობ სალიანდაგო და პირველნაგებობათა სამსახურის ექსპლუატაციის უფროსად. დავიწყე დამხმარე მუშიდან. თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კახა კალაძემ სატრანსპორტო სისტემის განვითარების გზასა და პროცესში მონაწილე ადამიანებზე ილაპარაკა. ითქვა, რომ სამუშაო ბევრია, სამომავლო გეგმები ამბიციური. მათ განხორციელებას კი თბილისის მერი სწორედ თბილისის მეტროს 2800-მდე თანამშრომელთან ერთად აპირებს, რომლებიც მეტროს ფუნქციონირებასა და შეუფერხებელ მუშაობაში არიან ჩართული. ყველას მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გაწეული საქმიანობისთვის, შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის, რომ სიყვარულით და პატიოსნებით ემსახურებით დღემდე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, საკმაოდ ამბიციური პროექტები გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხორციელებას და გაკეთებას ვაპირებთ თქვენთან ერთად. თბილისის მეტროს განვითარების ამბიციური გეგმა იმ მსხვილ პროექტებს აერთიანებს, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. გაიზრდება მოძრავი შემადგენლობა, განახლდება 12 მეტროსადგური, ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაო. ეს არის პირველი ხაზის, ძირითადი ხაზის დაგრძელება, როგორც ახმეტელის, ასევე ვარკეთილის მიმართულებით. მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ აშენდეს ახმეტელის მეტროსადგურის მეორე ამოსასვლელი. შესყიდული არის 111 ვაგონი. ეს განახლება გაგრძელდება და შესყიდვა ახალი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე. თბილისის მეტროს 60 წელს ითვლის, პირველმა შემადგენლობამ დიდუბი და რუსთაველის მიმართულებით და პირიქით 1966 წელს იანვარში გაიარა.